Так. ლექსოს გაუმარჯოს. მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს პარასკევია და როგორც ყოველთვის ეთერშია კონსერვატორები საქართველოსთვის სტრიმი, სადაც დღეს გვეყოლება სტუმრად კონსერვატორების წარმომადგენლები რეგიონებში ვინც არიან. ზოგი ადამიანი საკრებულოშია, ზოგი ისე წარმომადგენელია და ვიმსჯელებთ რეგიონებში არსებულ რა ვიცი პრობლემებზეაც და დღევანდელ საქართველოზე. გაუმარჯოს ოსია. ეხლა ერთი წუთი პირდაპირ ეთერი Facebook-ზე გავიყვანოთ და დავიწყოთ. ტექნიკურ ჯგუფს მივწერე ახლა რომ გავუშვი. გაუმარჯოს ლევა როგორ ახარ? მერაბ როგორ ახარ? მერაბ. დავალაიქოთ მეგობრებო და გადავაზიაროთ. ეს არის ვენტილატორია, შაქრო. საღამომშვიდობის მოგესალმებით. მოთხოვნას ნუ გზავნით ამოსვლისა, იმიტომ რომ დღეს ფორმატი არ აქვს ჩვენ ამოყვანის, გამარჯობათ მოგესალმებით. ასე რომ ხო, შევატყობინეს რომ Facebook-ზეაც გასულები ვართ, Facebook მაყურებელმაც გადააზიარეთ, მეგობრებო და შეუდგეთ საქმეს. გაუმარჯოს გიორგი, გაუმარჯოს. გადავაზიაროთ და ლაიქები არ დავინანოთ, რომ გავიდეთ ფორიულს. მოგესალმებით ქალბატონებია. გამარჯობა სოფო. გაუმარჯოს. მოგესალმებით ყველას ბუდიშით. გასული ვიყავ ბიჭებო, გამარჯობა. მივესალმები ყველას. მაღაზიაში გავირბინე და რო იყვნენ დამაგვია. არა უშოთ. როგორ ხართ? ქართულად, ტრადიციულად, რესპექტულად, რა ვიცი, კონსერვატიულად. შემართებით რაც მთავარია, დავით, შემართებით და ასე შემდეგ, ხო? რა თქმა უნდა. საბრძოლო განწყობა გვაქვს. დიახ. ცოტა
ცოტა ამოვისუნთქე მეოთხე სართულზე ამორბენა პატარა გოგო აღარა ვარო ცთულია უკვე და მოკლედ ანუ მოთხოვნებს გზავნიან მოდერებს თხოვ რომ მიაქციეთ ყურადღება ყოველად გზავნის ეს ხალხი ამ აი ხაშური ამოვიდა როგორც იქნა იამკებიდან გამოჩნდა ხო გიორგი კი ბატონო ეხლა მე რა მინდა გიორგიმ რომ ასწავლო მაგრამ მე მგონი რომ არ გამომდის უკანა ფონის თემაზე მეც მინდოდა ეს გორის აქციის თემის ის ბანერი დამიყენებინა და მაგ ვარიანტით ხალხისთვის უფრო სტიმულია ხოლმე ესეთი რაღაცები ხო ხმაური ძალიან შემოდის ვენტილატორი ეს გამოვთო სანამ ამოვიდოდი შხრიალებდა და რო ამოვედი აღარ შხრიალებს ჩემთან. ხო, წეღან ძალიან შხრიალებდა მე მიტომ გავედი დავით და ეხლა აღარ არის ხმა. თუ რამეა გამოვთო გასულ მე რა ცოტანე დადიანი გვახსოვს ჩვენ ზეში რო იჯდა თაფლწასმულდა მე ვერ გამოვიდა. კედალოს ერთჯერ და ორჯერ ყოფილ ვარ თაკარამზეზე თუნდაც აქციების დროს რომ ყოფილ ვარ და დამწვარ რა მოხდა მე ეხლა 8 ივლისი აიღე თუნდაც ხატი შეურაცხყოფის დროს კიდე მაგარ ყინულზე რო ყინვაში რო ვიყავით დედა მატრონას ხატი შეურაცხყოფა მაგარ ყინვაში რო ვიყავით მაშინაც ეგ ჩვენთვის ჩაულებრივი მოვლენაა ეხლა იმდენი არ აქნათ ამ მოთხოვნების გამოგზავნაზე ისეთი ადამიანები გზავნით ჯერ გამარჯვებასაც არ იძახით რომ დაგამიუთოთ და ხელს გვიშილით უბრალოდ და მოდი თავი შეიკავეთ რა დავით ნერვებს მოაყვები აჰა ზურაბადეიშვილიც მოვიდა ეგ ზურაბადეიშვილი საღამომშვიდობისა ქალბატონო მარია კაი რა ხაბარა რა ხამამ არ დამიჯერეთ ბატონო მუხრან მადოიშვილო თქვენ იმდენჯერ გამოგზავნეთ უკვე აქ ამოსვლა და ვერ გაიგეთ რაც გითხარით რომ მოდი დაგამევუთებთ რომ ვეღარ შეძლოთ აქ შეგვიგინებს აქტიურობს რა გინდა გავიგე მაგრამ ხო ფორმატს უნდა ერგებოდეს აქტიურობა დავით გესმის მე რო შეგეძინა რარი დაზამთროები რა შვებიანით ხო გიზდებიან კი გამარჯობა ნათია ვიტო მიწეს რომ არაბიზაციაში გუშინ ლაივ შეკითხვა გუშინ ლაივი არ აქონია დაგვიცი პატრიარქი რას ფიქრობთ მეთქი არაბიზაციაზე დამბლოკეთ ტო ბიჭო რა ვიცი პატრიარქის ქადაგებას უნდა უსმინო ჩემო მეგობარო ვიტო დონ ვიტო კორლეონე და პატრიარქის ქადაგებას თუ კი უსმენთ იქ გარკვევით იძახის ბევრ რაღაცას და ფიქრი კი არ არის ეგ უკვე ხმამაღალი განცხადებაა ანუ არ უსმენთ თქვენ და მე რომ მეკითხები მაგას რა ვიცი ახლა ის ხო არა ვარ პატრიარქმა ესე თქვა და ვილაპარაკო რომ პატრიარქმა ესე თქვა და თქვა საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა იცის რა პოზიცია უჭირავს პატრიარქს და საპატრიარქოს არხზე უნდა შეხვიდე და ქადაგებები დევს
პატრიარქისა და მარტივად გაერკვევით ელემენტარულია და გეცოდინებათ პატრიარქის პოზიცია ამ შემთხვევაში. მოდერი რომელიმე დაგბლოკავდა, იმიტომ რომ ეგ კითხვა უკვე მეუღებელია და სამარჩიელო არ არის, იმიტომ რომ თუ მართლმადიდებელი ქრისტიანი ბრძანდებით, რა ვიცი, ხანდახან გადახვიდეთ ხოლმე საპატრიარქოს გვერდზე და სიახლეებს გაეცვont იქ რა დევს. იმიტომ რომ ჩვენ რწმენაზე და ჩვენ ქართველობაზე მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ სინამდვილეში რა ხდება. Facebook-ზე ვერ ვნახე სტრიმიო. არ არის Facebook-ზე სტრიმი. გამარჯობა. ნახე. გამარჯობათ. ეხლა უნდა გამოვიდეს და პირდაპირ თქვას, რა ვიცი, რო გამოვიდეს და ვერ მოусმინო მე. ვერ დაესრო. ეხლა ზაკას ხო არ მივცევთ რომ გამოდი და თქვი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქია. და რა ვიცი, შენიშნოს ხო არ მივცევთ რა გამოდიხარო. თქვა იმან, გასაგებად თქვა. და ის ხო არ არის გადადექი ტიპი რომ სულ იგიზავს. პოზიცია დაფიქსირებულია. არა, გუშინ და თქვა ბოლო ხადაგებაზე თქვა რომ უცხო ტომელებიო მრავლდებიან ქვეყანაშიო და მეტი რაღა გითხრას ადამიან. ხო და აი მოდი ახლა მაგაზე გავცეთ პასუხი რომ მაგრი აბორძეცა თქვაო და შედეგი რა იყო. აბორძე რო თქვა, გამოვიდა მეორე დღის მთავრობის წარმომადგენელი და პირდაპირ განაცხადა რომ ეგაო კაცო საპატრიარქო უნდა ილაპარაკოსო, მაგრამ აბორტი არა იკრძალებაო. ანუ იმანა თქვა, მაგრამ სახელმწიფო თვითონ ქვეყნის მართველი გოლი არ ითვალისწინებს პატრიარქის ნათქვამს და რა ქნას ახლა საავადმყოფოებს ხო დაკეტავს. თუ რა უნდა ქნას. ამისათვის საჭიროა ერმა, მრევლმა და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მაგ ნათქვამს დაუჭიროს მხარი და მაგაზე აკეთოს დადებითი და მნიშვნელოვანი აქცენტები. როგორც ჩვენ რომ საუბრობთ სულ რომ აბორტი არის ლამაზად შეფუთული სიტყვა, რომელიც ნიშნავს ჩვილ ბავშვთა კვლას და კვლელობა ცოდვა. არ შეიძლება არც მომისმინე დავთეთ. უნდა სიცოცხლის სამართლის დანაშაული რომ კვლელობა და რა ვიცი ახლა მეტი რა უნდა გააკეთოს პატრიარქმა. რა ერთით. ეს ტიპი იგივე ვიტო წეს რომ მინდა მითხრას რომ ერი და ბერი ერთად დავდგეთ და დედა უტიროთო ეგრე ამირან გულში მღერო და არ გამოვაოდა. ეგ არ გამოვა ვიტომ მე პატრიარქი მასეთ განცხადებას არც ერთი პატრიარქი არასდროს არ დადებს რომ გამოდით ამ მთავრობას დედა უტიროთ ხალხო. ეგ პატრიარქს ელაპარაკობ შენ და არა პოლიტიკურ ვიღაც ლიდერზე. ო რა ვიცი მე იცი რა მიკოს ზოგადად რა მოლოდინები აქვთ ხოლმე ამ პატრიარქისგან მაგ კუთხით რომ მაინც და მაინც ხელში რაღაცას აიღებს და აი მართლა თქვენ თქმის არ იყოს დედა ისე ვქნათ და всё აღკვეთოთ და მოვაშოროთ და რაღაცა არ ვიცი მეც ვხვდები ხოლმე რა ზოგიერთ ადამიანს ისეთი მოლოდინები აქვთ საერთოდ სასულიერებისგან რომ რა ვიცი გაკვირდები ადამიანი ყოველთვის მოგიწოდებს სულიერი ცხოვრებისკენ იმიტომ რომ მაგის საქმეა მაგის თქმა მინდოდა იმას ხომ არ მოგიწოდებს რომ შენ ძალადობისკენ და რაღაცა ხო მაქსიმალურად მშვიდობიანი მოგვარებით მოგიწოდებს იმ ადამიანმა ეხლა პატრიარქმა ბრძანა რომ უნდა აღიკვეთოს ვართ ამ საფრთხის და ამ საფრთხის წინაშე და დანარჩენი უკვე იმ ადამიანმა მშვიდობიანად მოგიწოდა გითხრა რომ გვაქვს ეს საშიშროება ეს საფრთხე და ეხლა დანარჩენი შენი მოქმედება არის ხო მარტო რაი ძალიან კარგი კომენტარი დაიწერა სხვას ნუცდილობთო პასუხისგებლობა გადააკისროთო ჩვენ გასაკეთებელი ხალხმა უნდა გავაკეთოთ აი ზუსტად მაგის თქმა მინდა ზუსტად ყველამ ჩვენი გასაგლეჯი ნარეკალი უნდა გავგრიჯოთ ის რაც არის საკვეყნო საქმეებით ყველამ ჩვენი წილი აგური რო დავდოთ და ჩვენი წილი იმითი ვიყვეთ მასე ვიფიქროთ ხო რომ ჩვენი წილი საკეთილდღეოდ ქვეყნისთვის დავდოთ ჩვენი წილი აგური არა რაღაცა გამოვა მე მგონი ხო ძალა აღმარცხნავს უტყვილად კი არ არის ნათქვამი არა
რა ვიცი, სუსტენი შვერეთი მოგიწოდებენ, რომ შენ გააკეთო. თუნდაც აგერ ეხლა რაზეც უნდა ვისაუბრო, ხო? ძალიან სამწუხარო არის ის ფაქტი, თუნდაც რაზეც მინდა ეხლა საუბარი და რაც იყო მიზანი თუნდაც აქ TikTok-ში. მოგიყვანი ხა, ქალბატონო მარინე თავარზე და კამერას ვერ ჩართავთ? ხო, გადმომიყვანი დავით და კამერა ჩართები. ხო, მაინტერესებს ეხლა მართლა თქვენ რაიონში რა ხდება, მეგობრებო, ვინც არიცით, დუშეთის მუნიციპალიტეტში საკრებულოს წარმომადგენელია ქალბატონი მარინე ჩვენი პარტიიდან და იქ როგორც მოგეხსენებათ უცხოელებზე, არაბებზე და ებრაელებზე რაღაცა მიწების გასხვისება იყო აქტიურ ფაზაში და კონსერვატორები, საქართველოს წარმომადგენლები და ლიდერთა რგოლი იყო ჩასული, სადაც გამგეობაში დაისვა საკითხი, რომ ეს მიწები არ უნდა გასხვისებულიყო და უნდა შეჩერებულიყო იქ მშენებლობა და აბსოლუტურად აკრძალვა მოვითხოვეთ ჩვენ მაგ მშენებლობის და იყო რაღაცა სანიტარული ნორმების დარღვევით იქ მშენებლობა დაწყებული და მაგაზე შეჩერდა დროები და მოდიო ამას განვიხილავთო, ანუ ძალა მივიტანეთ, რეალურად ჯანსაღი პროტესტი იყო და შეჩერდა და იმის შემდეგ რეაგირება რახა მოხდა, იმის შემდეგ კიდე რაღაც ნაბიჯები გადაიდგა და მოდი ახლა პირდაპირ მოგიყვება ეს პირდაპირ ეთერში ქალბატონი მარინე ზუსტად, იმიტომ რომ წარმომადგენელია უშუალოდ პროცესების მონაწილეა და ეს რო არა ყოლოდა ჩვენ წარმომადგენლად დუშეთის საკრებულოში, ეგ მიწები ისე გაიყიდებოდა და ისე და გასხვისდებოდა, შეიძლება ვერც გაგვეგო, ან გაგვეგო უბრალოდ ძალიან მწირე ინფორმაცია და იმდენად ვერ გვეხმაურნა. ამიტომ ჩვენ ყველა რაიონში რო ყავდეს ესეთ წარმომადგენელი, რაიონში არსებული პრობლემები უფრო თვალსაჩინო იქნებოდა და უფრო მეტად ვიაქტიურებდით. სამწუხაროდ ხელი შეგვიშალეს, რა ვიცი, ჩემ მაგალითად მე სადაც კენჭს ვიყრიდი 4000 ბიულეტინი გამოვუქვეს, წარმოიდგინე ეს. ხმისის 4000. აგერ გიორგიც ყავს. აი გიორგი ყავს, ნახევარი კაცი დააკდა, რომ საკრებულოში შესულიყო და როდესაც ესეთი რაღაცები ხდება, ფაქტიურად ძალა არ აქვს, რომ მიიტანო და აი ქალბატონ მარინეს რო იტყვიან გაუმართლა მაგ კუთხივ, რომ არის საკრებულოში და წვდომა აქვს იმ დოკუმენტებზე, რაც ხდება და აგერ მოდი ახლა ვისაუბროთ, რა შედეგს მივაღწიეთ კონსერვატორებმა საქართველოსთვის პარტიამ, რომ ამ წვდომიდან გამომდინარე რა შედეგები დადგა. გისმენთ ქალბატონო მარინე, მოგ კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენ მაყურებელს, მსმენელს. ანუ კიდევ ერთხელ ვიტყვი თავშივე, რომ საერთოდ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რაც არ უნდა იყოს, ფარხმალი არასოდეს არ უნდა დაყარო და ერთობლივ ბრძოლას მით უმეტეს, როცა არ ვარგა ინტერნეტი? აგიო. მე მგონი ხარვეზია. შეტევითი ხასიათით ხდება. ხარვეზი. არა ყოველ უკვე რამდენი არასოდეს ფარხმალი არ და მით უმეტეს როგორ შეიძლება ადამიანმა. ეს ამბავი თქვენ დავით კარგად თქვი შენ რომ ბაზალეთის უშუალოდ ტბასთან ძალიან ახლოს არის, მათ აქვთ უკვე ებრაელებს იქ ნაყიდი და აშენებულიც ჰქონდათ სასტუმროს ტიპის რაღაცა ის იყო რა სასტუმრო დასასვენებელი, მაგრამ საქმეც იმაში იყო, რომ ის პერიოდი, როცა ამ ებრაელზე გასხვეს და ის ტერიტორია იქ შევარდნაძის პერიოდში მოხდა, თუ არ ვცდები, გადაკეტილი იყო თუნდაც პლიაჟი ჩვენთვის ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის. ანუ თუ უშუალოდ იმ სასტუმროში არ ისვენებდი რაღაცა, იმ ადგილას პლიაჟზე ვერ შეხვიდოდი და არა მხოლოდ იმავე ადგილას, ანუ ბაზალეთის გარშემო ტერიტორიაზე პლიაჟზე თუნდაც ფეხით ვერ გაისცერნ რაღაცა იკრუგი რო დაგერტყა სიტყვაზე ვამბობ, შემოვლით გზით უნდა წასულიყავი საავტომობილო მანქანით, სადღაც 1-2 კილომეტრი მაინც უნდა გაგევლო, რომ მეორე მხარეს ეს მონაკვეთი მოგეჭრა და მეორე მხარეს სანაპირომდე მისულიყავი. ამიტომ ეხლა მოხდა ესეთი ფაქტი, როცა იყო რომ მანდ ჰქონდათ იჯარით აღებული ამ ებრაელებს გვერდზევე ჰქონდათ მომიჯნავეთ მიწის ფართობი 8-9 ჰექტარი მიწის ფართობი იყო, რომელსაც 21 წელს ეცვალა სტატუსი
აი ჩვენი ის რო ამბობდა დიდებით პრემიერი რომ სტატუსი არ ეცვლებაო 2018 წლიდანო გვახსოვს ალბათ ეგ ამბავი დებატებშიც განაცხადა ურცხვად და უსინდისოდ მაგ ყველაფერი ჩვენმა პრემიერმა და სტატუსის ცვლილება არ ხდებაო ეგ ჩვენ გავამკაცრეთო ნუ საკრებულოს ხდომაზე ხა ინფრასტრუქტურაზე შემოვიდა მშენებლობის ინიციირება ამ ებრაელს ქონდა შემოტანილი 60 ტიპის პატარ-პატარა საცხოვრებელ სააგარაკე სახლები უნდა აშენებულიყო და ყველაზე მთავარი რაც არის და რაც გაჟღერდა ამ 60 სააგარაკე საცხოვრებელს ინდივიდუალურად უნდა დაარტყმულიყო მან და არ არის წყალკანალი და რამე მოწესრიგებული რა არ არის ეგ სისტემები გაყვანილი ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ნუ ჯერჯერობით წლები სჭირდება მაგის მოგვარებას ან რა ვიცი ხა მაგხილა თანხებს ვინ როგორ და რანაირად გამოყოფს იქ არის სხვადასხვა სასტუმროებიც არის აშენებული და ანალოგიურად ჭაბურღილებით სარგებლობენ ის ადამიანები რაც დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ტბას, ბაზალეთის ტბას, იმიტომ რომ საგრძნობად დაიწია ბაზალეთის ტბა უკან, შემცირდა წყლის რაოდენობა და ასე შემდეგ. ეხლა ეს პლიაჟი ამათმა კი გახსნეს რა დავით ეხლა რო ქონდათ იმათ მაგალითად პლიაჟამდე რეგისტრირებული ხო წყლის დონის დაწევამ ფაქტიურად ეს პლიაჟი თავისთავად თვითონ გახსნა ერთი სიტყვით და ნუ მერე მადლობა უფალს აღარ მისცეს იმ დანარჩენი რაც გამოჩნდა მიწა იმ წყლის დონემდე აღარ მისცეს რეგისტრაციის უფლება და ამჟამად გახსნილია ეს ადგილის რომ პლიაჟის სარგებლობის უფლება უკვე არის. ერთი სიტყვით მომიჯნავეზე შემოვიდა ინიცირება ამშენებლობის და ამ 60-ვე საცხოვრებელს უნდა დარტყმიყო ინდივიდუალურად ჭაბურღილი, ანუ ჭის ვარიანტი უნდა გაკეთებულიყო, რაც კიდევ უფრო მეტ დიდ საშიშროებას უქმნიდა ჩვენ ბაზალეთის ტბას. რა თქმა უნდა ძალიან სიახლოვეს არის და ნუ შეუძლებელი იქნებოდა აღარ ვამბობ სხვა რამეს, იმიტომ რომ ეხლა მე ფიქრობ რომ ბაზალეთის ტბა და თვითონ აქაც საკრებულოშიც ასეთ აზრზე დადგნენ რომ უნდა იყოს საკურორტო, რეკრეაციული ზონა და არა განაშენიანების ესეთი თვალსაზრისით. ეხლა 2 დღის უკან იყო კიდევ სხდომა ამ ჩვენი ერთობლივი ბრძოლის ამ აჟიოტაჟის მადლობას მოუხდით თვითონ თქვენთაგანს მადლობას მოუხდი ბიჭებს თანადგომისთვის რომ მაშინ გვერდით დამიდგნენ მადლობას მოუხდი ყველა მხარდამჭერს ვინც რეაქცია გამოხატა თუნდაც Facebook-ზე გადააზიარა და მაგითი იმოქმედა ვისაც როგორ შეეძლო აგერ აქ ამოვიდნენ გვერდით დამიდგნენ და რამე ხო ყველას უდიდესი მადლობა ვისაც როგორ შეგვეძლო ვიხმაურეთ ერთი სიტყვით ბიჭებიც რომ ამოვიდნენ მაშინ თქვეს რომ უნდა ესა გააგზავნიდნენ სანიტარული ნორმების იმასთან სანიტარული და გარემოს დაცვის იმაზე რომ ხომ არ უფრთხის საქმეს ეს ტბას ყველა ეს მშენებლობები ტბას ეხლა მოვიდა უკვე ამასთან დაკავშირებით გარემოს დაცვიდან პასუხი სანიტარული ნორმების ზოლების ახალი დადგენა უნდა მოხდეს საერთოდ სადამდე არის შესაძლებელი და მოვიდა ეხლა ეს პასუხი და რა თქმა უნდა უარი რომ ტბა არის გამოსაკვლევი რატომ იკარგება ამდენი წყალი საერთოდ ყველაფერი ძალიან ბევრი ჩამონათვალი არის რომ იმის ინჯი ამის გამოკვლევა მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის კიდევ ერთხელ ჩვენ ერთხმად საკრებულოში იქ მსხდომა დეპუტატებმა მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარეც იქ ბრძანდებოდა ერთხმად უთხარით უარი ამ მშენებლობას კი არა საერთოდ კიდევ იყო ამასთან ერთად შემოსული ქართველებს ჰქონდათ ინიცირება შემოტანილი ასევე პატარ-პატარა საცხოვრებელ სააგარაკე სახლების მშენებლობაზე მათაც უარი მაგ მიზეზით რომ ტბა აღარ არის ფაქტიურად ტბა აღარ არის, მანდ სხვა გზა არ არის ჭაბურღილის გარდა. ხო და მანდიდან გამომდინარე, ახლა ამ ბრძოლის შედეგი არის ზუსტად ეს უარიც. ამ გარემოს დაცვამ ორაზროვანი პასუხი გამოგზავნა, საბოლოო პასუხისმგებლობა, პასუხის გასაცემად, რა თქმა უნდა, დააკისრა ქალაქის მერიას, საკრებულოს და ნუ ჩვენ, ასე ვთქვათ, ვიტყოდით თუ არა უარს, როგორც ხდება ხოლმე, როგორც წესი, რომ თვითონ არც გარემოს დაცვამ აირიდა ეგ პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში იმდენ მთას მოაჭრეს თავი და იმდენ მდინარესთან აქვს პრობლემები გარემოს დაცვას თვითონ და შეცდომები აქვს დაშვებული რომ
მან უკვე ვეღარ აიღეს თავის თავზე ინიციატივა, რომ კონკრეტულად თვითონ დაედო დასკვნა და გაიშვიდეს ხელი საკრებულოსკენ. და იმ შემთხვევაში კონსერვატორებს რო არ ეხმაურათ, ეგ ყველაფერი მოხდებოდა. ეხლა მათ უშუალო სიტუაცია იქნება. მე რომ აი თავს არ ვიქებ, მე არ მიყვარს ესეთი რაღაცა, მაგა ჩემ თავზე საუბარი ხოლმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან იქ რო არავინ ვინმე არ ყოფილიყო, კონკრეტულად ახლა ამ სიტუაციაში მე რო არ ყოფილიყავი. ეს თემა იმდენად გავიდოდა, გაიტანდნენ, ჩვეულებრივად გაიტანდნენ და დღეს მათ შეიძლება უკვე იმაზე წასულიყო საქმე, რომ აგერ პროექტირება გაკეთებულიყო და ასე ვთქვათ, საძირკველი ჩაყრილიყო. ეს სწრაფად კი არ მოხდებოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თანხმობა იქნებოდა. იმიტომ რომ აი იცი რა არის, მე მადლიერი ვარ, თუნდაც იმ საკრებულოს წევრების, ეხლა ვამბობ, რომ მადლიერი ვარ, იმიტომ რომ აი ვერ დამალეს ეხლანდელი უარის სიხარული რა. რასაც თუნდაც ხმამაღლა რაღაც კუთხით ვერ აფიქსირებენ, ხო ხდები მაინც თავიანთი შინაგანაც კი ბატონო, ეხლა უფრო თავისებურად, თავისუფლად იყვნენ და მანიშნებდნენ, რომ ანუ თქვენი დამსახურებით არის და მე რომ იმ დონეზე გამიხარდა, რომ ვერ წარმოიდგენთ რა ეს ფაქტიურად ერთი კარგი შედეგი არის. მე არ ვიცი, სიხარულისგან მოვფრინავდი, მე მგონი სახლში, რომ ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს. სხვათა შორის ის ებრაელი ყოფილა, მე გადმოსული, მე პატრონი აქ ყოფილა, როგორც დაილაპარაკა მე საკრებულოს თავმჯდომარემ, ასე ვთქვათ, ძალიან ისეთი შემტევითი ხასიათით მოსულა. და მოსულიათ შელაპარაკება ამათ, იმ თვალსაზრისით, რომ აბაო, რატომ მომასხვისა მაშინ სახელმწიფო მე ეს ფართობით, თუ კი მშენებლობის უფლებას არ მომცემდნენო. ამათი პასუხი მაგრამ უმადურ ადამიანს უნდა ჩამოვართვათ საერთოდ. კი ბატონო და ნუ ამათი ეხლა რა თქმა უნდა უკური აქცია ქონდათ, რაც არ უნდა იყოს ეხლა ქართველები არიან მაინც სადღაც სულში და უკური აქცია ქონდათ ამის შემტევით ხასიათზე, აი ეგ არის თავით ზუსტად რის უფლებასაც რო აძლევ, მე მეტი და მეტი უნდებათ, მაგის თქმა მინდა. ყველაფრით რა და მე უკვე გონორზეც გადმოდიან ბოდიში ამ ჟარგონულ გამოთქმაზე, მაგრამ უკვე გონორზეც მოდიან და აი ეს ზუსტად ეგ იქნება და მაგას ვებრძვით ამ ყველაფერს, რომ უახლოეს მომავალში რომ ვიღაცეებმა ჩვენივე ქვეყანაში არ გვითხრან და ესეთი შემტევითობით არ წამოვიდნენ, ხო? მაგ ყველაფერს ვებრძვით ჩვენ და დადგნენ ყველანი გვერდით, ვარდებულები არიან, თუ არ უნდათ მე უთხრე, შენ აქ ვინახარ, შენივე ქვეყანაში რო უთხრას, ვიღაცამ გაიწია ჩემი ქვეყანა არისო და კიდევაც ამბობენ. თავის ქვეყანაში ესეთი ფაქტები ბევრია, კაცო. ბევრი არ მეუბნება, რომ ჩემი ახალ გადატრიალებ, გაგმარხავა აქ და რაღაცა ესეთი ვიდეოები ბევრი ხდება, რომ უკვე უცხოელი ვინც ჯერ დროებით რო იყიდა ბინადრობის უფლება, ანუ რამხელა პრობლემის წინაშე ვარ, ტიპები მოდიან, ბინადრობის უფლებას თრეულობენ რაღაც გარკვეული ფულის სანაცვლოდ, მერე ყიდულობენ უკვე ნაკვეთს რაღაცებს აკეთებენ, აღშენებენ ის და იმ დონეზე ყოყლოჩინობენ მერე, რომ რა ვიცი, ესე გონია, რომ მაგის წინაპრებს უბრძოლიათ და ჩვენა ვარ თითქოს, აი გარეული მოვიდა შინაური გააგდო, აი ეს მდგომარეობაში ვიწევს მერე ყოფნა და ეხლა კიდე რასაც უყურებთ, ეს ამდენი არაბი და უცხოტომელი და ისინი რო არიან შემოსულები, ჩვენ გზელვადიან პერსპექტივაში რა მოგველის ჩვენ ქვეყანას, ამას ვერ იაზრებს კიდე ეს ხელისუფლება კი არა, რიგითი ადამიანი გვერდზე არაბი რო უზის, ან პაკისტანელი ავტობუსში და იმის სუნი რო გადაედოთ ანსაცმეზე, ის ვერ იაზრებს, კაცო, რომ მე მეორე მხარეზეაც ეჯდება და იმნაირი გახდება, იმის სუნი თივლის. ხოთა შორის, აი ზუსტად ეგ თქვეს თვითონვე იქ ვამბობ საკრებულოში თქვეს, მადლობა იმ ქალბატონს და იმათ ვინც ეს ყველას სხვათა შორის ვერ ვიტყვი დავით, რომ ვიღაცას ეწყინა, რომ უარი მოვიდა თქო რა, ვერ ვიტყვი მაგას ცოდვას ეხლა ნამდვილად, რა თმინდა, რაც სიმართლეა და რაც კარგია და რასაც აკეთებენ, ჩვენი პარტია ყოველთვის აღნიშნავს და ყოველთვის ვამბობთ მაგ სიკეთესაც, რა სიკეთესაც აკეთებენ და რასაც არ აკეთებენ, იმაზე ვერ ვიტყვით, რომ თეთრზე ვერ ვიტყვი, შავზე ვერ ვიტყვით, რომ თეთრიაო. რასაც აფუჭებენ და იმად ერთ-ერთმა დააფიქსირა ეხლა სამიშვილის დედა არის, მას პედაგოგი არის თვითონ პროფესიით ეს ქალბატონი და თქვა, რომ ეხლა თბილისში
რომ ჩავდივარო შეუძლებელიაო იქ ყოფნა და გავლაო ანუ იმდენად ბევრნი არიან და მე არ მინდაო რომ თუნდაც დუშეთი დაემსგავსოს თბილისო დუშეთიო და ნუ ერთმაც მაშინ პირველად მე რო გავაჟღერე ვისი კუთვნილება იყო სხვათა შორის ერთმა დეპუტატმაც მაშინ მე მხარი დამიჭირა მაგათმა ვამბობ რომ არ მივესალმებიო ერთმა კი არა ორმა დამიჭირა არ მივესალმებითო მაგასო რომ ვინმე უცხოელზე გაიყიდოს და რაღაცაო და ეხლაც ათქვა ჩემი უარი მამაო მელოდება და მივდივარო რა თქმა უნდა უარს ვამბობო და აი ეხლაც ვაფიქსირებ რომ არანაირად არ მივესალმებიო უცხოელზე ჩვენი მიწაწყლის გაყიდვასაო და ასე შემდეგ რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით ერთი სიტყვით და რასაც ჩვენ ვაჟღერებთ და ანუ ქონდათ სახეზე კმაყოფილება თუმცა აქვე ვიტყვი დავით მაშინ ჩვენ რომ ესხმაური არაგვეტეხა და თუნდაც იქ ჩვენიანი კონკრეტულად მე არ ყოფილიყავი და არ გამომეტანა და იქ არ მეთქვა რომ აი ეს კონკრეტული შეპესი არის ებრაელების და ებრაელები აკეთებენ ამას და ებრაელებს უნდათ ხო ჩაულებრივად ეს დეპუტატები ხელს აიწევდნენ და ისამე გაიტანდნენ ამ ამბავს ჩაულებრივად მე იმოქმედა იმ ფაქტორმაც რომ ბიჭები ამოვიდნენ და რაღაცა დალაპარაკება ამ ხელახმაური მოყვა ტელევიზიებით გახმოვანება მოყვა სოციალური სივრცე დაიპყრო ამ ყველაფერმა და მაგ ყველაფრის მაგ ბრძოლის შედეგი არის ის რაც დღეს მივიღეთ თუნდაც ის რომ ამბობენ რომ არ მიესალმებია ბაზალეთის ტბაზე. ნუ მე ამსაკრებულოს დეპუტატს ვთქვი, რომ ესეთი გააკეთეო, თავმჯდომარის გააკეთეო, რომ აი თუნდაც მაგალითად აი პირობითად ვამბობ, რომ რაღაცის ცენტრი, გასართობი ცენტრი, რომ ტურისტისთვისაც ბოდიში მისაღები იყვესო და ადგილობრივიც რომ მოვიდეს სიტყვაზე ვიღაცა ჩვენი ქართველიც რო იყოს და მივიდეს სიტყვაზე გაერთოს ახლა ჩამოდიან აქ თბილისიდან დამსვენებლები ბევრი არის და მიდიან ხოლმე იქ ბაზალეთის ტბაზე ისვენებენ და გასართობი ცენტრივით რო იყოს მაგაზე არც არავინ არ გეტყვის რომ ხალხიც იყოს დასაქმებული და ნუ ჩვენი ადამიანებიც იყვნენ დასაქმებულები და თან პლუს რაღაცა შემოსავლის წყარო ქონდეს თვითონაც და რაღაც სხვასაც რა პრობლემა არის ახლა მაგაზე არც არავის არ ვეუბნები თუ არს ინვესტიცია რასაც ქვია მაგ ფორმულირებით თუ კი მოვლენ და განახორციელებენ მაგ ინვესტიციას მაგრამ ის რომ ახლა ხო კიდე რისი თქვა მინდოდა რომ ეს გასხვისებული არის მის კუთვნილებაში არის რა ეს მიწა უკვე და აი მანდ უკვე ძალიან ცუდად არის საქმე რომ არ ვიცი რის ფასად და როგორ შევძლებთ საერთოდ გამოსყიდვას ამდენი ტერიტორიების რომ მე ვიცი ხოლმე თქმა რომ ფაქტიურად ჩვენ საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებს აღარ არის მაგაზე ლაპარაკი მთლიანური მასშტაბით რო ავიღოთ მეთქი და შევკრიფოთ ის რაც უკვე გასხვისებულია უცხოელებზე არაბები არიან ებრაელები არიან თუ ინდუელ პაკისტანელები არიან ფაქტიურად იმაზე დიდი ფართობი გამოგვდის ჩვენ შიდა ოკუპაციაში ვართ. ანუ ჩვენმა ხელისუფლება მოგვიწყო შიდა ოკუპაცია. და კიდე ვიღაცა რომ მოვაგდა ამ ყველაფერზე ხმას არ ამოიღებს და თავის აზრს არ დააფიქსირებს და არ იბრძოლებს და კიდევ ამის წინ არ მახსოვს ირაკლის პოსტზე რაღაც კომენტარი გავაკეთე და ვიღაცა არ ვიცი ღმერთო არ მინდა ხოლმე შეურაცხყოფა მივაყენო მაგრამ მაგ დროს მიჩნდება სურვილი კეტი აიღო და ფეხებში შემოუნალაწუნო ეგეთ ადამიანს ცოტა აზრზე მოვიდეს იმიტომ რომ თავარია მშვიდობა გვაქვს რას მიქვია თავარია მშვიდობა თავზე გაქვს დამხობილი ქვეყანა შიდა ოკუპაციაში ხარ შენ ქვეყანაში ვიღაცა ურჯულუები იარაღით ხელში დარბიან შენ ტაძრებს ბილწავენ წარწერებს აკეთებენ ნუმერაციას აკეთებენ რაღაცა დაჯგუფების სახელებს აკეთებენ და ასე აღნიშნავენ დავით არის გოგო რომელმაც იცის არაბული ენა და იმან გადათარგმნა რომ ნომერი რაცა წერიაო ეს არისო დაჯგუფების ნომერი და თვითონ დასახელება იმათ ენაზე წარწერილი. ანუ ნიშნებს ადებენ და თუ დაუკვირდები შენ ამის წინ ახსენებდი სხვათა შორის ერთ-ერთ ვიდეოში რომ ეს არისო სტრატეგიული ობიექტები, აი თუ დააკვირდები მართლა ისეთ ადგილებზე აკეთებენ აქცენტირებას, თუნდაც ტერიტორიების ყიდვა არის თუ რაც არის, რომ სადაც შესაძლებელია მართლა და სადაც არის სტრატეგიული ობიექტები, ან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ქართველისთვის მნიშვნელოვანი ადგილები. გინდაც კრწანისის ტყე-პარკი იყოს, გინდაც ის აი ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილები რაც არის. სამხედრო თვალსაზრისით არიან დაინტერესებულები მე რასაც უყურებ ამ მაგათ ვიდეოებს TikTok-ის სავსეა მაგათი გვერდებით ანუ
როგორც ესე ამბობენ რომ ტურისტული კომპანიებია, მაგრამ შინაგ ძირეულად რომ დაუკვირდე ამ ტურისტული კომპანიების უკან ინტერესია სახელმწიფო ინტერესები, მაგათი ქვეყნის სპეცსამსახურების და რო უყურებ სად დადიან ეგენი. აი ბოლო დიდგორის მაღლა მემორიალზე თელი ზამთარი ჯიპებით ადიოდნენ და დრიფტაობდნენ კაცო. თელ თბილისს უყურებდნენ მაღლიდან. ზუსტად იმ ადგილზე სადაც ილღაზი განადგურდა იმის ლაშქარი. თავიანთი წინაპრები სადაც ომობდნენ, ზუსტად იქ მიდიან. შემჩნეული მყავს რომ საუკუნეების წინ მაგათმა მოდგმამ ჩვენი ციხეები და ეკლესიები სადაც დაანგრიეს დღემდე აღდგენილი არ არის. იქ მიდიან, მაგათ ლოკაციები იციან სად უნდა მივიდნენ. ერთმანეთს ეძახიან. ასე ვთქვათ, მაგათი პოტენციური ეგენი არიან. პოტენციური ჯანღონი სავსე მებრძოლი ხალხია შემოსული ახალგაზრდა თაობა, რომელმაც ეს მაგით უნდა გაიჟღინდნენ და ეგენი არიან პლაცდარმი მომავალი შემოსვლელი ხალხისა, ანუ პოზიციას ამაგრებენ ეგენი. უქმნიან გარემოს, რომ ეს მართლა არაბული ქალაქები რო აშენდება, ის ბრმად ჩამოსული ადამიანები იქ ვინ ჩამოვლენ ეგენი იყვნენ, ამათ უნდა დააკვალიანონ. იმიტომ აი ტელეფონის ნომრები მითებული, იმიტომ არის რომ დაგვიკავშირდით, დაგაკვალიანებთ, იმიტომ ეს ყველაფერი სისტემაა ეს და მუშაობს, კაცო. ვარკეთილიდან ვაზის უბანში რო გადავდივარ სვეტაფორზე, არაბი მათხოვარი დგას სვეტაფორზე. ანუ მათხოვარსაც კი უფლება აქვს, ის იმ უბანს სწავლობს. ის მათხოვარი კი არ არის, კაცო. ის იქა დგაა და სწავლობს იმას. აი როგორც ხოლმე და ზაპორიჟიები რო ყავდნენ. ზუსტად სპეცსამსახურები ზუსტად ეგრეა ხაობენ ახლა ერთი და იგივე ადამიანი. შენ ხო არ იცი ვერ და იგივე შეფუთულია ხო? შეიძლება ქალის ფორმაცია და კაცია ხო არ გახდი. დგაა კაცო ის იმ ტერიტორიას სწავლობს. და შეიძლება იცი რომ ინტერესებს დავიცე რომ შეამჩნიე მე შევამჩნიე და ჩვენ შევამჩნიოთ რომ ზუსტად ესეთ ადგილებზე აკეთებენ ლოკაციას და ზუსტად ასეთ ადგილებზე იღებენ თუნდაც ფოტოებს, ვიდეოებს და აჩვენებენ და გასცემენ ამ ყველაფერს და ავრცელებენ, ხო? გადასცემენ, ეგ ფაქტიურად გადაცემა არის. ჩვენი უშიშროების სამსახური, უსაფრთხოების სამსახურს ძინავს საღათას ძილი. ჩვენი უშიშროების სამსახური და უსაფრთხოების სამსახური არის სოციალურ ქსელში დამჯდა და უყურებს კომენტარებს. მაგათ ცხვირი სიკეთე ვერაფერს ვეღარ ახედავენ. ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეს თვალსაჩინო უძლურება ჩანს ამ შემთხვევაში, უძლურება ჩანს, იმიტომ რომ როდესაც სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური მაღალ ეფექტურად, პირველ რიგში აეროპორტებში უნდა იყვნენ, კაცო. აეროპორტში მე ვიდეო მაქვს ნანახი, აეროპორტში ხალიჩა გაფინა, ლოცვა დაიწყო და ლეპტოპი გააღო და იზახეს რომ ალახი აქ არისო, კაცო, კაცი ყვირის აეროპორტში, პოლიციელები რომ მისვიდნენ უკვე რომ მიხვდნენ მერე გვიან. რომ მისვიდნენ, ვერ აკავებდა 4 პოლიციელი, თავისას გახვიროდა, ანუ ის იმდენად შვიდად არის ამ ქვეყანაში და კომფორტულად რასაც უნდა იმას აკეთებს. და ეს რომ თავიდანვე ხელმოწერილი ყოფილიყო და სპეცსამსახურების ეფექტი ყოფილიყო რამოდენიმეზე. ის რამოდენიმე იტყოდა რომ აქ ეგრე კი არ შეიძლება ცოტა მეტი სიფრთხილე, მაგრამ გარბიან კაცო მანქანების კრიშებზე შედან და ეძახიან თავის თანამომავლებს. ჩამოდითო აქ არისო კაცო, ქალიც აქ არისო, წყალიც აქ არისო, ტყეც აქ არის, რა თქვენა და ცა და ღრუბლებს ანახულობენ. ეგენი თავიანთ ქვეყანაში წლები შეიძლება ისე გავიდე ღრუბელი ვერ დაინახო. ყვითელია ცა. აქ ყველაფერს ნახულობენ და ყველა ვიდეოში წყალია დაფიქსირებული. ყველა ვიდეოში ჩანჩქერი წყალი, ნაკადული მდინარე, ყველგან აფიქსირებენ. ფაქტია. ეგ წყალია მსოფლიოში ახლა ძირითადი ფაქტორი და წყალი, ეგ მაგით იზიდავენ და ეძახიან. აი ეს არის რა, უბრალოდ ამაზე არ ამახვილებს სპეცსამსახური, თორე რა ვიცი, მაგათ უყალას დაკიდებდნენ თავდაყირა, კაცო, რა იარაღების როლა, რა თალიბანის სანომრე ნიშნებით ზირბილი ქალაქში და რა რა სიგიჟია ახლა, მე რო ვიყო ახლა